ჩამავალი წყალი სწრაფად შლის ქვის ნაბარს. რამდენიმე წუთში წყლის მთელი მასა 254 მეტრიან ვარდნაზე გადაეშვება და ზედამხედველის ოჯახს წყალი წაიღებს. 1950-იან წლებში მისურიში ელექტროენერგიის მოთხოვნა იზრდებოდა და Union Electric-ი, ერთ-ერთი მთავარი ენერგოკომპანია, დაიწყო ეფექტური გზების ძიება ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად. მისურიში სიმაღლე ზღვის დონიდან 250 მეტრიდან იწყება და 540 მეტრს აღწევს ტომსოგის მთების მწვერვალზე, სენტ-ლუისში. Union Electric-მა ჩათვალა, რომ ჰიდროენერგია ამ რელიეფში საიმედო ელექტროენერგიის საუკეთესო წყარო იქნებოდა. ჰიდროენერგია თურბინების მეშვეობით გამდინარე წყლის ენერგიას იყენებს, რომლებიც კინეტიკურ ენერგიას მექანიკურ ენერგიად გარდაქმნიან. თურბინის მბრუნავი მექანიკური ენერგია გენერატორების საშუალებით ელექტროენერგიად გარდაიქმნება. მაგრამ ამ ტერიტორიაზე არ არის ბუნებრივი მდინარეები, რომლითაც კაშხალს შეავსებდნენ. ამიტომ ისინი ინოვაციურ გადაწყვეტას მიმართავენ, რომელსაც ტუმბური აკუმულირება ეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ ჰიდროელექტროსადგურები 1850-იანი წლებიდან არსებობდა, თუმბვითი დაგროვება შვეიცარიაში მხოლოდ 1907 წელს დაიწყეს. კონცეფცია მარტივი და ეფექტურია. წყალს ქვედა რეზერვუარიდან ზედა რეზერვუარში ტუმბავენ იმ საათებში, როცა ელექტროენერგიის მოთხოვნა დაბალია და მისი წარმოება იაფია. შემდეგ პიკური მოთხოვნის საათებში ეს წყალი უშვებენ ქვემოთ ტურბინების გავლით ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც ქსელს სწრაფად და ძლიერ ენერგეტიკულ ხარდაჭერას აძლევს. 1930-იან წლებში შეიქმნა ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევდა ერთი და იმავე ტურბინის გამოყენებას, როგორც წყლის ტუმბვისთვის რეზერვუარებს შორის, ასევე ელექტროენერგიის წარმოებისთვის ტურბინის რეჟიმში. რამდენიმე ადგილის შესწავლის შემდეგ Union Electric-მა აირჩია პროფეთის მთა მისურის, სამხრეთ-აღმოსავლეთში. პროფეთის მთის კლდოვანი და ამაღლებული რელიეფი ქმნის ბუნებრივად მკვეთრ დაქვეითებას, რაც იდეალურია ენერგიის მისაღებად წყლისა და მიზიდულობის გამოყენებით. 1960 წელს იწყება ტომსოგის სატუმბი აკუმულაციური სადგურის მშენებლობა. ქვედა რეზერვუარი აშენდა შავი მდინარის აღმოსავლეთ დოდთან, ხოლო ზედა რეზერვუარი პროფეთის მთის მწვერვალზე. ქვედა რეზერვუარზე დაახლოებით 254 მეტრით მაღლა. ზედა რეზერვუარი გათვლილია დაახლოებით 5.6 მილიონი კუბური მეტრი წყლის შესანახად, რაც საშუალებას აძლევს მას გამოშვებისას დიდი რაოდენობით ელექტროენერგია გამოიმუშაოს. ფერდობიანი და კლდოვანი რელიეფი ართულებს ბეტონის ტრანსპორტირებასა და დაგებას. ამიტომ ინჟინრები არჩევენ კლდოვანი ნაყარი კაშხლის აშენებას. მისი კაშხლის სტრუქტურა იქნება ფხვიერი ქვების დაღრით, რათა შეიქმნას სტაბილური ფერდობი. ძალიან დიდი ქვები და ლოდები თავსდება საფუძველში და ფენებად ილაგება, რათა ჩამოყალიბდეს ნაყარი კაშხლის პროფილირებული ფერდობი, რომელიც წყლის წნევას თანაბრად ანაწილებს. შემდეგ ნაყარი კაშხლის რეზერვუარის მხარეს ეწყობა ბეტონის საფარი, რომელსაც მოპირკეთება ეწოდება და რომელიც ხელს შეუწყობს გაჟონვის თავიდან აცილებას. ის მოქმედებს როგორც ბარიერი, რომელიც წყალს აკავებს და იცავს შიდა ქვის ფენას ეროზიისგან. მაგრამ ამ მეთოდს აქვს უარყოფითი მხარე. ქვაყრილ კაშხლებს ახასიათებთ ჩაჯდომა, რაც ნიშნავს, რომ ქვები დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ინაცვლებენ და იკუმშებიან, რის შედეგადაც კაშხლის ზედა ნაწილში დაბალი ადგილები წარმოიქმნება. ეს ადგილები, ანუ დაბალი წერტილები კაშხლის გასწვრივ მოწყვლად ზონებს წარმოადგენს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნატარი კაშხლის ზედა ნაწილზე 3 მეტრიანი ბეტონის პარაპეტის კედელი ეწყობა, რომელიც კაშხლის კიდეზე დამცავი ბარიერის ფუნქციას ასრულებს. ეს კედელი საბოლოო ბარიერის როლს ასრულებს, რათა შეაკავოს წყლის გადმოსხმა ან აწევა რეზერვუარის შიგნით. პარაპეტის კედელი უნდა კონტროლდებოდეს და მოვლილ იქნას, რადგან ისიც, როგორც ქვის ნაყარი, ჩაჯდომისკენ არის მიდრეკილი. არათანაბარმა ჩაჯდომამ შეიძლება კედელზე მცირე ჩავარდნები და ხარები შექმნას. 1963 წელს ტომსოგის სატუმბი აკუმულაციური სადგურის სრულად ამოქმედდა. კაშხალს შეუძლია გამოიმუშაოს 350 მეგავატი ელექტროენერგია, რაც მას თავისი დროის უდიდეს სატუმბ აკუმულაციურ ობიექტად აქცევს. 2000-იანი წლების დასაწყისში Union Electric-ი, რომელიც ახლა ამარინ UED არის ცნობილი, ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის წინაშე დგება და ტომსოგის საექსპლუატაციო სიმძლავრის გაზრდა სჭირდება. როდესაც სადგური გაიხსნა, ის წელიწადში მხოლოდ დაახლოებით 100 დღე მუშაობდა, ძირითადად ზამთარში. დროთა განმავლობაში ეს მაჩვენებელი თითქმის 300 დღემდე გაიზარდა. 2000-იანი წლების დასაწყისისთვის ტომსოგის დუმბვადი აკუმულაციური სადგური თითქმის 3-ჯერ მეტი სიმძლავრით მუშაობს, ვიდრე თავდაპირველად იყო გათვალისწინებული.
ენერგეტიკულ ბაზარზე დერეგულაციამ ამარინ UE-ს საშუალება მისცა თავისუფლად გაეყიდა ელექტროენერგია, რის შედეგადაც ტომსობის სადგურის თითქმის მთელი წლის განმავლობა დრიური ციკლების ზედა რეზერვუარზე დამატებით დატვირთვას ქმნის, თითქოს ქაღალდის სამაგრს წინ და უკან ხრიან. 2004 წელს ამარინ UIM რეზერვუარის შიდა ზედაპირზე გეომემბრანის საფარი დააბენა, რათა ეფექტიანობა გაეზარდა და გაჟონვები შეემცირებინა. მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის საფარი არის თხელი წყალგაუმდარი ფენა, რომელიც რეზერვუარის იატაკსა და კედლებს ფარავს. მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენი არის გამძლე მოქნილი პლასტმასი, რომელიც მდგრადია დარტყმის, ქიმიკატებისა და კოროზიის მიმართ. იგი ხშირად გამოიყენება გეომემბრანის საფარებში. საფარი ამცირებს წყლის გაჟონვას მცირე ბზარებში, რომლებიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ქვანაყარი კონსტრუქცია არათანაბრად ჯდება. მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის გეომემბრანა შექმნილია იმისათვის, რომ გააუმჯობესოს წყალგაუმდარი ბარიერი რეზერვუარის წყალსა და ქვანაყარ კაშხალს შორის. საფარი ხელს უშლის წყლის გაჟონვას ქვემოთ მდებარე ფოროვან ქვის შევსებაში, რაც წყლის მოცულობის თანდათანობით დაკარგვას იწვევდა. ამ გაჟონვების შეჩერებით საფარი ეხმარება რეზერვუარს უფრო მაღალი დონეზე დარჩეს უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რაც მაქსიმალურად ზრდის ელექტროენერგიის წარმოებისთვის ხელმისაწვდომი წყლის რაოდენობას. მუშები ავრცელებენ გეომემბრანის უზარმაზარ ფენებს და ერთმანეთს შედუღებით აერთებენ, რათა დაფარონ რეზერვუარის ზედაპირი. ფენები დამაგრებულია ზემოთ პარაპეტის კედელთან და რეზერვუარის ძირის პერიმეტრზე, რათა არ გადაადგილდეს. ლაინერის დამაგრების შემდეგ ნაკლები გაჟონვაა, რაც სისტემაში მეტ წყალს ინარჩუნებს. შესაბამისად, წყლის დონე შეიძლება უფრო მაღლა აიწიოს და პარაპეტის კედელს მიუახლოვდეს. არსებობს გარკვეული ნაკლოვანებები. ლაინერი დამატებით წონასა და დატვირთვის წერტილებს ამატებს დამბის ფერდობებზე. ეს ახალ რისკს ქმნის. დამბის ხრილი, პარაპეტის კედელი და კაშხლის სისტემების მონიტორინგი ახლა უფრო მაღალი ცნების ქვეშაა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ წყლის დონე ახლა უფრო ახლოსაა ნაგებობის ზედა ნაწილთან. მოძველებულ ნაგებობაზე დატვირთვის გაზრდილი რისკის გათვალისწინებით, აუცილებელია რეზერვუარის მონიტორინგისა და გამორთვის სისტემები საიმედოდ მუშაობდეს. მაღალი წყლის დონის პირობებში, სენსორების მონაცემებში მცირე შეცდომაც კი შეიძლება გამოიწვიოს წყლის სახიფათოდ ახლოს აწევა პარაპეტის კედელთან, სადაც წლების განმავლობაში არათანაბარმა ჩაცემამ უკვე შექმნა დაბალი ადგილები. მაგრამ წყლის პირდაპირ პარაპეტის კედელთან შენახვა კაშხლის ექსპლუატაციაში ძალიან გავრცელებული არ არის, რადგან ეს ქმნის უჩვეულოდ მაღალ რისკს გადაღვრის, ან წყლის კედლის ზემოდან გადმოსვლის, თუ სენსორები მწყობრიდან გამოვა. უმეტესობა კაშხლებისა დაპროექტებულია ბეტონის გადაღვრის არხებით, რათა ნებისმიერი გადმოღვრილი წყალი უსაფრთხოდ მიმართოს წინასწარ განსაზღვრულ გზაზე და გამოუშვას ზედმეტი წყალი რეზერვუარიდან. გადაღვრის არხი ხელს უშლის წყლის კაშხალზე გადმოღვრას, მაგრამ ტომსოკს გადაღვრის არხი არ აქვს. რეზერვუარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სადგური ეყრდნობა წყლის დონის სენსორების ორ ძირითად ტიპს: წნევის გარდამქმნელებსა და უორვიკის გამტარობის ზონდებს. წნევის გარდამქმნელები არის ძირითადი სენსორები, რომლებიც დამონტაჟებულია რეზერვუარის ფერდობზე, წყლის წნევის განსაზღვრულ წერტილებში გასაზომად და ამ წნევას წყლის დონის მაჩვენებლებად გარდაქმნიან. სადგურის საკონტროლო სისტემა ამ მონაცემებს იყენებს იმისათვის, რომ ტუმბოები უსაფრთხო ზღვარში იმუშაონ. თუ წნევის მაჩვენებელი აჩვენებს, რომ წყლის დონე ძალიან მაღალია, სისტემა ავტომატურად თიშავს ტუმბოს, რათა ქვედა რეზერვუარიდან ზედა რეზერვუარში მეტი წყლის გადატანა შეწყდეს. რეგულარული ტექნიკური შემოწმების დროს ინჟინრები აღმოაჩენენ, რომ რამდენიმე წნევის გარდამელის გარდამქმნელი სამაგრიდან მოსწყდა. დაზიანებული სენსორები არაზუსტ მაჩვენებლებს იძლევა და რეზერვუარის წყლის დონე ხშირად რეალურზე დაბლად ფიქსირდება. ზოგჯერ კი სხვაობა 1.3 მეტრამდეც კი აღწევს. არასწორი მაჩვენებელი საშუალებას აძლევს ტუმბოებს გააგრძელონ რეზერვუარის შევსება, მაშინაც კი, როცა წყალი პარაპეტის კედელს აღწევს. სარეზერვო სისტემის სახით უორიკის გამტარობის ზონდები განთავსებულია პარაპეტის კედლის ზედა ნაწილის ქვემოთ, რათა წყალი ელექტრული გამტარობის გაზომვით აღმოაჩინონ. თუ წყალი კედლის ზედა ნაწილიდან 0.6 მეტრის მანძილზე მივა, გამტარობის ზონდები წყალს დააფიქსირებენ და ტუმბოების გამორთვის სიგნალს გაგზავნიან. ზონდის მიერ წყლის დაფიქსირებასა და მისი გააქტიურების დროს შორის ერთწუთიანი დაყოვნებაა. დაყოვნება უზრუნველყოფს, რომ ტუმბოები წყლის შეშხებების გამო არ გაითიშოს. მაგრამ ზოგიერთ ადგილას, სადაც კედელი არათანაბრად ჩასკდა, სენსორები კედლის ზედა ნაწილიდან 9 მეტრზე ნაკლებ მანძილზეა განთავსებული. დაყოვნებამ და სენსორების განლაგებამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ზონდის წვერებმა ვერ დააფიქსირონ წყლის მაქსიმალური დონე ან დაბალ ადგილებში
და წყალი გააგრძელებს დონის მატებას იმ წერტილზე მეტად, სადაც სისტემამ ტუმბოები უნდა გათიშოს. 2005 წლის 25 სექტემბერს ქარიშხალი რიტას ქარები ამ რაიონს მიადგა და წყალი გადაესხა პარაპეტის კედელს, რაც დროებით მის გადალახვას გამოიწვია. ამარინ US ოპერატორებმა რისკი შეამჩნიეს და ოდნავ შეამცირეს წყლის დასაშვები მაქსიმალური დონე, რამაც ტუმბოები დროებით გამორთო. 2 დღის შემდეგ კიდევ მეტი წყალი გადაესხა პარაპეტის კედელს და ინჟინრებსა ოპერატორებს ამარინ UE-ში არ ესმით, რატომ ხდება ეს. მათ შეამცირეს წყლის მაქსიმალური დონე, მაგრამ სენსორები მაინც აძლევენ საშუალებას წყალს, რომ ჩაჯდომულ მონაკვეთებში საშიშად მიუახლოვდეს კედლის ზედა ნაწილს. ერთი ოპერატორი გზავნის მემორანდუმს სათავო ოფისში, სადაც აფრთხილებს, რომ განმეორებით გადააყრამ შეიძლება დააზიანოს ნაპირსამაგრი, რაც კატასტროფულ ავარიამდე მიიყვანს. მაგრამ დაუყოვნებელი შეკეთების ნაცვლად, ამარინ UE სრულყოფილ რემონტს დაახლოებით 6 თვით გაზაფხულამდე აჭიანურებს, როცა გეგმიური ტექნიკური მომსახურება ისედაც დაგეგმილია. ტექნიკური მომსახურების დროს ისინი დააკალიბრებენ წყლის დონის სენსორებს და შეამოწმებენ ნაპირსამაგრებისა და პარაპეტის კედლის სტრუქტურულ სიმტკიცეს. შემდეგ კი გაამაგრებენ ყველა იმ ადგილს, სადაც არათანაბარი ჩაჯდომა ან დაბალი წერტილებია. მათ უბრალოდ ზამთარი უნდა გადაიტანონ, როცა ამ რაიონში მცხოვრები ადამიანები უფრო მეტ ენერგიას იყენებენ სახლების გასათბობად. 2005 წლის 13 დეკემბრის ღამეს ტომსოკის სადგური ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს. ქვედა რეზერვუარიდან ზედა რეზერვუარში წყალს ტუმბავს, რათა მომდევნო დილის პიპიკური ენერგიის მოთხოვნისთვის მოემზადოს. ორიდან ერთ-ერთი მთავარი საკონტროლო სისტემა შეცდომით ისეა დაპროგრამებული, რომ პარაპეტზე დამონტაჟებული უორვიკის სათადარიგო გამტარობის ზონდების მაჩვენებლებს უგულებელყოფს. კედელი, რომელიც ერთ-ერთ ტუმბოსთან არის დაკავშირებული. ამ პროგრამული შეცდომის გამო, მაშინაც კი, როცა წყლის დონე საშიშად მაღლა იწევს, ერთ-ერთი ტუმბო მუშაობას აგრძელებს. მაშინაც კი, როცა რეზერვუარის დონე უსაფრთხო ზღვარს აჭარბებს. როდესაც წყალი ნელ-ნელა უახლოვდება პარაპეტის კედლის ზედა ნაწილს, ძირითადი წნევის გარდამქმნელები წყლის ბევრად უფრო დაბალ დონეს აფიქსირებენ, ვიდრე რეალურად არის. ერთი მხრივ, ინჟინრები ფიქრობენ, რომ წყლის დონე რეალურზე 1,3 მეტრით დაბალია. მეორე მხრივ, წყლის რეალური დონე კედლის ზედა ნაწილიდან 0,6 მეტრის უსაფრთხოების ხაზზე მაღლაა. ავტომატური გამორთვის ხილაკი, რომელიც ტუმბოების გაჩერებას უზრუნველყოფს, გამორთულია დალია და ზედმეტი წყლის გადასამისამართებელი არხი არ არსებობს. 14 დეკემბერს 05:15 საათზე წყალი პარაპეტის კედელს ზემოდან გადაედინება. ერთი ტუმბო მუშაობას აგრძელებს და წყალი კედლის ზედა ნაწილს ზემოდან გადაედინება, რაც კლდის ნაყარის ნაპირს აშლის პროცესს იწვევს, რომელსაც გამორეცხვა ეწოდება. ეროზია მიზნად ისახავს პარაპეტის კედლის სუსტ დაბალ წერტილებს, სადაც ნაგებობის დაწევამ უკვე შექმნა ჩაღრმავებები ნაპირზე. ჩამონადენი წყალი სწრაფად აშლის კლდის ნაპარს. პარაპეტის კედლის ნაწილები სტრუქტურულ მხარდაჭერას კარგავს და ინგრევა. მხოლოდ 6 წუთში სრული გარღვევა ხდება და ზედა რეზერვუარში არსებული მთელი წყლის მასა 244 მეტრიან ვარდნაში ქვევით ფეთქდება. ტომსოკის კაშხალზე გარღვევის შედეგად უზარმაზარი ნაკადი ეშვება პროფეტის მთიდან, რაც მშვიდ გარემოს განადგურების გზად აქცევს. თითქმის 5 მილიონი კუბური მეტრი წყალი, რომელიც დაახლოებით 4250 კუბური მეტრი წამში მიედინება, წარმოუდგენელი ძალით მიიწევს წინ. ეს გამონადენი დაახლოებით უდრის დიდი მდინარის ნაკადს, მაგრამ ვიწრო და ციცაბო დაღმართში, რაც მის ძალას კიდევ უფრო აძლიერებს. ჩამონადენი წყალი ნიადაგის ფენებს აშორებს, ქმის ღრმა ორმოებს, რომლებიც მთის ფერდობზე წარმოიქმნება, იქ სადაც წყალი მიწას არღვევს და უკან შიშველ ქანებს ტოვებს. წყლის ძალა ამოძირკვავს მოზრდილ ხეებს, ლოდებსა და ნიადაგს. ეს ნამსხვრევები სწრაფად მიედინება ქვემოთ და კიდევ უფრო აძლიერებს წყალდიდობის დამანგრეველ ძალას. ჯონსონის შუტინის სახელმწიფო პარკში წყალდიდობის კვალი ლანდშაფტზე ღრმა ნაკვალევს ტოვებს. ღია ადგილებს შიშველ კლდოვან მიწად აქცევს და საუკუნეების განმავლობაში ნიადაგში დაფარულ უძველეს გრანიტის წარმონაქმნებს აჩენს. პარკში ზედამხედველის რეზიდენციაში ზემოქმედება მხისიერი და კატასტროფულია. წყალდიდობის ტალღები სახლს წაიღებს და ძლიერ დინებასთან ერთად თითქმის 400 მეტრით ქვემოთ მიაქანებს. მანქანებს წევს და ისვრის, აჩეჩებს და ლამით ავსებს. ზედამხედველის ოჯახს წყალდიდობა წაიღებს. ისინი დაშავებულები და ნანგრევებში ჩარჩენილები არიან, მაგრამ გადარჩებიან.
როდესაც წყალდიდობა პროფეტის მთიდან დაბლა ეშვება, ის აღწევს N გზატკეცილამდე, რომელიც ამ რაიონში მთავარი გზაა. წყლის მოულოდნელი შემოდინება გზატკეცილის ნაწილებს წყალში აღჭობს და მის ნაწილებს მდინარედ აქცევს. მანქანები და სატვირთოები მიმოფანტულია და ნაწილობრივ დაფარულია სწრაფად მოძრავი წყლითა და ნამსხვრევებით. გზატკეცილზე არსებული მილები და სადრენაჟე სისტემები გადატვირთულია და დაბლოკილი. წყლის ძალა ამრუდებს, უსაფრთხოების მოაჯირებს და გზის ნაწილებს წაიღებს. ჯონსონის შატინსის პარკში წყალდიდობა მნიშვნელოვნად შეცვალა პარკის ბუნებრივი წყლის არხები. ნალექი და დიდი ნამსხვრევები გროვდება შავი მდინარის გასწვრივ. ახშობს მონაკვეთებს და წყალს ახალ მიმართულებებში მიმართავს. არხის გადაადგილება ცვლის მდინარეების გზას. პარკში ტოვებს ახალ აუზებს, არხებსა და ნალექებს. წყალდიდობა არსებითად ცვლის პარკის ჰიდროლოგიას, ქმნის ახალ წყლის არხებს, ახშობს სხვებს და ოდესღაც სუფთა მდინარის ფსკერს ტალახიან და ნამსხვრევებით სავსე სივრცედ აქცევს. ზებნისა და გადარჩენის სამაშველო ჯგუფები ადგილზე ჩადიან, როგორც კი კატასტროფის ამბავი ვრცელდება. მათი მთავარი პრიორიტეტია იპოვონ და დაეხმარონ ყველას, ვინც წყალდიდობის გზაზე აღმოჩნდა, განსაკუთრებით ქვედა დინების რაიონებში, სადაც წყლის ნაკადი კვლავ საფრთხეს წარმოადგენს. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური წყალმოვარდნის შესახებ გაფრთხილებებს გასცემს, რაც მოსახლეობას აფრთხილებს და ეძლევათ შესაძლებლობა დროულად დატოვონ ტერიტორია. განადგურების მიუხედავად, ეროვნული პარკი უმეტესად იღებს დარტყმას საკუთარ თავზე. წყალვალდიდობის პირდაპირ გზაზე არ არის დიდი ქალაქები და არავინ დაღუპულა. სუპერინტენდენტის ვაჟი ყველაზე მძიმე დაზიანებებს იღებს. მას ჰიპოთერმია აქვს და პირველადი დახმარების ჯგუფის მიერ გამოყენებული გამათბობელი პაკეტები, რომლითაც ცდილობდნენ მისი ტემპერატურის აწევას, დამწრობას აბენებს. ადგილობრივი ხელისუფლება მობილიზებულია, რათა შეაფასოს ზიანი N გზატკეცილზე, სადაც ზოგიერთი მანქანა გაჭედილია. მისურის ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის გარემოს დაცვითი ჯგუფები აფასებენ ეკოლოგიურ ზიანს ჯონსონის შატინებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე. ისინი ყურადღებას ამახვილებენ მდინარისპირა ზონების შეფასებაზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მდინარის ნაპირების გასამაგრებლად და ადგილობრივი ველური ბუნებისთვის ჰაბიტატების უზრუნველსაყოფად. კატასტროფის შემდეგ თვეებში ფედერალური ენერგეტიკული მარეგულირებელი კომისია, რომელიც არეგულირებს ელექტროენერგიის ბუნებრივი აირისა და ნავთობის გადაცემას შტატებს შორის, იწყებს ინტენსიურ გამოძიებას იმის დასადგენად, თუ რა მოხდა არასწორად. მათ რეკომენდაცია მისცეს, რომ მომავალში მაღალი რისკის მქონე კაშხალებში დამონტაჟდეს სარეზერვო წყალგამტარები და სარეზერვო მონიტორინგის სისტემები. და მათ სავალდებულო გახადეს სენსორების რეგულარული კალიბრაცია და ტექნიკური მომსახურება, ასევე რეგულაციების ზონდებისთვის, რომლებიც სრულად ინტეგრირებულია ავტომატურ გამორთვის სისტემებში. მისურის ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა უხელმძღვანელა ჯონსონის შატინის სახელმწიფო პარკისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის სამუშაოებს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შავი მდინარის გასწვრივ დაზიანებული სანაპირო ზონების აღდგენაზე, რომლებიც მცენარეულობისა და ნიადაგის გარეშე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ჯონსონის შატინი რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ გაიხსნა საზოგადოებისთვის, ზოგიერთ ტერიტორიაზე კატასტროფის თვალსის თვალსაჩინო კვალი დარჩა. ამერენიუის 15 მილიონი დოლარით დააჯარიმეს ავარიის გამო. შემდეგ წლებში კომპანიამ $200 მილიონ მეტი გადაიხადა სარჩელების დასაკმაყოფილებლად. 2010 წლის აპრილში ტომსოკის ჰიდროელექტროსადგურის სატუმბი რეზერვუარი კვლავ ამუშავდა.